რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემაა თქვენთან. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. სპეციალური გამოშვებით. ჩვენ ძალიან ხშირად შეიძლება ზედმეტ ყურადღებას უთმობთ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს. პოლიტიკურ ცენტრებს, გლობალურ პოლიტიკას და ხშირად ყურადღების მიღმა გრჩება რეგიონები. დღეს გადავწყვიტე ამ ნაკლის შევსება და ყურადღების გამახვილება რეგიონებზე. ყველას აინტერესებს, ყველას გვაინტერესებს, როგორ ყავდება არჩევნები, როგორ შეიძლება არჩევნების გაყალბება. ამ თითქოს რთულ კითხვებს აქვს მარტივი პასუხი. პასუხი ჟღერს ასე: ქაოსით. ეს ქაოსი შექმნილია დოკუმენტებით. სახელმწიფოს მიერ შექმნილი დოკუმენტებით. ყველა იმ დოკუმენტს, რომელსაც დღეს მოგიყვებით, აქვს დასმული ბეჭედი და ხელსაწერს პასუხისმგებელი პირი, სახელმწიფოს მოხელე, სახელმწიფო მოხელე. ადამიანი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ამ კონკრეტული დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ეს დოკუმენტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება ძალიან მნიშვნელოვან საკითხში, მოსახლეობის რაოდენობაში, სტატისტიკაში და ეს თითქოს მარტივი ამბავი იქცა გამოძიების თემად ერთ კონკრეტულ რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. გამოძიების თემად ეს აქცია ადგილობრივი საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე კახა ასკურავამ, რომელმაც დაიწყო ძალიან მარტივი კითხვით: რამდენი ადამიანი ცხოვრობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში? რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასამტკიცებლად შევიდა დოკუმენტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განვითარების გენერალური გეგმა, სადაც იყო მითითებული მოსახლეობის კონკრეტული რაოდენობა. კახა ასკურავას გაუჩნდა კითხვა ამ რაოდენობასთან დაკავშირებით, მიმართა ყველა ადგილობრივ ორგანიზაციას და ყველაზე მიიღო განსხვავებული პასუხი. კახა გამარჯობა. რეალურად აღმოჩნდა, რომ მითითებული მოსახლეობის რაოდენობა ლანჩხუთის პრაქტიკულად უდრის ამომრჩეველთა რაოდენობასაც. ანუ ლანჩხუთში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს 18 წელს ქვემოთ. ამორჩეულის რაოდენობა და ლანჩხუთის მაცხოვრებლების რაოდენობა პრაქტიკულად იდენტური იყო, გესმის? ეს მანამდეც დავსვით, ჩვენ 20-24-ის დავსვით ეს შეკითხვა, თუმცა პასუხი ამაზე არც ოლქსა აქვს, არც მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელმძღვანელობაზის, ხო, საკრებულოს სტომაზე მერიზის და საკრებულოს თავმჯდომარეზის, ხო, მე ვიღარ უნდა იჩნდეს. ამაზე არასოდეს ამაზე პასუხი არ ქონიათ. რაც გონივრულ ეჭვს იძლეოდა იმისას, რომ აი ეს გაბლარული ციფრები, გესმის და არადაუზუსტებელი ციფრები შემდგომ ოლქმა დააზუსტა, ხო? რამდენად სწორია ეს ციფრიც, მე იმაშიც ეჭვმეპარება სიმართლე გითხრა, იმ ციფრშიც, რომელიც ოლქმა მოგვაწოდა ოფიციალურად. თუმცა ამ გეგმასა და იმ ციფრს შორის, რომელიც ოლქმა მოგვაწოდა, სხვაობა მინიმალურია. კახა, მოკლედ რომ შევაჯამოთ ყველა დოკუმენტი, რომლის აღმოჩენაც შესაძლებელი გახდა და რომლის დაკავშირებას შესაძლებელი გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ერთ წელიწადში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კლება იყო 28,600 კაციდან 28,200 კაცამდე. და ითვლება, რომ ახლა არის 28,200 ადამიანი მოსახლე. ცესკოს მონაცემებით ლანჩხუთში არის 27,254 ამომრჩეველი. ანუ 1000 კაცზე ნაკლებია განსხვავება. მუნიციპალიტეტის ვებგვერდი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 31,486 ადამიანი. რწმუნებული გურიის მხარის რწმუნებულის ვებგვერდი ამტკიცებს, რომელიც ასევე ოფიციალური დოკუმენტია და ცხადია, რომ წესით უნდა ვენდოთ. რწმუნებულის ვებგვერდი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 28,600 კაცი. დოკუმენტი, რომელიც თქვენთან შემოვიდა, ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 28,554, ეს პრინციპში მსგავსი ციფრია, მაგრამ უკვე ლანჩხუთის საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომელმაც თქვენ გამოგიგზავნათ ბეჭედი დასმული და ხელმოწერილი საბუთი, ამტკიცებს, რომ ამომრჩეველი არის 27,125. ანუ ლანჩხუთის საარჩევნო კომისიის მონაცემები განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებისგან. ეს ქაოსი სპეციალურად არის შექმნილი და თუ გაარკვიეთ მთელი ამ გამოძიების და მთელი ამ ამბის შედეგად ამ რიცხვებიდან რომლის ნდობა შეიძლება და რომლის არ შეიძლება, რომელიღაც ერთი უნდა იყოს წესით
რომელიც სიმართლესთან ყველაზე ახლოს არის. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მოგესალმება როგორი რთულია, ამაზე რომ ესე ვთქვათ გამოძიება ჩაატარო, პრაქტიკულად შენთვის ძალიან ბევრი რამ მიუწვდომელი იქნება. აი მაგალითად, სოფლის წყუნებულს რომ დაურეკო, დაწუნებულა ბევრმა სოფლის წყუნებულმა მისი მოსახლეობის რაოდენობა სულ არ იცის, რაც პირდაპირ მოვალეობა რომ იცოდეს, მაგრამ რომ იცოდეს ის იმან იმდენი ინსტანცია უნდა გაიაროს, რომ შენ პასუხი მოგივიდეს, ამას შეიძლება ერთ თვე გავიდეს, იმიტომ რომ ის გამგებლის დონეზე, მერის დონეზე აწყდება სამწუხაროდ ეს სავარაუდოდ ადგილობრივი სუსის და ის სუსის კი ვერ წვითავს, ის სუსმაც კი იმ დიდ სუსს უნდა დაურეკოს. აი ესეც არის, რომ აი ეს რო თქვა გამოარკვიო სიმართლე რა არის. იქნებ ასეთი მკვეთრი ცვლილება ვინმემ ახსნას როგორც მიგრაციის შედეგი, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან მაღალია მიგრაცია. მიგრაცია ესეთი მაღალია და გადინება საქართველოს სოფლებიდან და რაიონებიდან, რომ ანუ თუ ამ ასე ვთქვათ ლოგიკაში ჩავაჯეთ, თქვენ ხორეს რისკაც მიდა, ანუ ტენდენცია ესეთია საუბედუროთ უფრო გაცილებით მეტი მიდის, ვიდრე ბრუნდება, ხო? თუმცა ბალანსი, ანუ მაინც ძალიან ესე ვთქვათ მცირეა, იმიტომ რომ პრაქტიკულად მოსახლეობის რაოდენობა და ამომრჩევლობის რაოდენობა აჯდება ერთმანეთს, ხო? ესე იგი, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რამდენი მოსახლეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რამდენი მოსახლეა და რამდენი ამომრჩეველია. არავინ არ იცის ეს რიცხვი. სუსმა მაინც არის ის? სამწუხაროდ ჩვენ და მე უნდა ვაღიარო, მე ამას ვიზამდი ერთი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაგრამ ზოგადად ოპოზიციის პრანი ეგეც არის. ის სიები, რომლებიც არ ჩანდა, უწინ ხო სამაგიდო სიები იყო, ეს სიები ხა ჩატვირთული იყო, ხო? მეხსიერებაში და კაცმა არ იცის იქ რა იყო ჩატვირთული. იმიტომ რომ ის სიები ჩვენთვის ხელმიუწვდომელი იყო. ის სიები წაიღო პირობითად მატერიალური ვერსია, პირობითად ვაპარაკობ, მაგრამ ჩამოგივიდა კონკრეტული აპარატი, მაგრამ იმ აპარატზე შენ იმის მეხსიერებაზე წვდომა არ ქონდა, თენგო. წაიღო მატერიალური ვერსია, მაგრამ ეშმაკმა უწყის შით რა ჩატვირთა. იმის ხო გაიგვა შემდგომ რომ მას ექსპერტიზა არ ქონდა გავლილი, მეხსიერებაზე მაქვს საუბარი და იქ თითო მუნიციპალიტეტში, როცა ისედაც ეს ციფრები, ესე ვთქვათ, დაუზუსტებული და აბლარულია, თითო მუნიციპალიტეტში რომ პირობითად ვლაპარაკობ, 500 ხმა მოგიტეხოს. რამდენია ჯამში? საქართველოს მასშტაბით. საიდან იღებს ამ მონაცემებს CESCO, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საიდან იღებს ადგილობრივი საარჩევნო კომისია, საიდან იღებს მუნიციპალიტეტი, საიდან იღებს სამხარეო რწმუნებული. რაღაც წყარო ხო უნდა ქონდეს ამ ინფორმაციას. ვინ თulis, როგორ თulis ამ ადამიანებს მუნიციპალიტეტში? სტატისტიკა სხვა უდევს, CESCO სხვა უდევს, თავად მერია სხვა უდევს, დოკუმენტში სხვა არის მოხვედრილი. სხვადასხვა ციფრებია მოხვედრილი. გუბერნია სხვა უწელია კი. იქ ეთყობა სავარაუდოდ არც ანახლებენ იმას, არც აინტერესებთ იმის განახლება სამხარეო ადმინისტრაციაზე მასაუბარი. CESCO-ს რაც შეეხება, CESCO-ს და ანუ ორს რაც შეეხება, ისინი პირდაპირ ხელმძღვანელობენ სუსტის ციფრებით. ამას გეუბნები სრული პასუხისმგებლობით. აქ გამტარი არის ადგილობრივი ოლქები და სუსი. ანუ მუნიციპალიტეტს და სამხარეო ადმინისტრაციას კონკრეტულად როცა საარჩევნო რიცხვები ირთვება, ესენ ამათ ეს არ ევანებათ. ეს ლაგდება პირდაპირ კითხვი. ყველა მუნიციპალიტეტის ოლქის თავმჯდომარის მოადგილე არის სუსის კადრი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ანუ ყველა ოლქის თავმჯდომარის მოადგილე პირდაპირ არის სუსის კადრი. ის გადის ვალიდაციას სუსში. რა კი ეს რიცხვები ასე ახლოს არის ერთმანეთთან? არის შესაძლებელი რომ 18 წლამდე ასაკის, ანუ იმ ასაკისა, როდესაც ხმას ვერ აძლევენ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იყოს 1000 ადამიანზე ნაკლები. რამდენი სკოლის მოსწავლეა მუნიციპალიტეტში, რამდენი ბავშვი დადის ბაღში? ამის დათვლა შეიძლება, ეს სტატისტიკა არსებობს? 2012 სხვადასხვა ესეც საინტერესო რამ არის. 2012-ში როცა ნაციონალურ მოძრაობამ დატოვა ხელისუფლება, 1200 სკოლამდელი ირიცხებოდა. დღეის მდგომარეობით არის 700. ანუ კატასტროფული კლება არის. ეს თემას რომ მივაყოლოთ.
სკოლის მოსწავლე, ანუ პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ეგ ციფრიც ზუსტად დაახლოებით 4800-5000-მდე არის. და ამის ჯამს თუ გავაკეთებთ, დაახლოებით ეს იქნება პლუს მინუს 6000 რაღაცა 7000 ჯამი, სულ ჯამი. აი ეს არის ის ესე ვთქვათ კონტინგენტი, რომელიც ხმას ვერ აძლევს. ასე 33 თუ 34000 გამოდის უკვე მგონი. კი ბატონო, ზუსტად ეგრე არის, ესე გამოდის. დაახლოებით 33-34000 გამოდის, ანუ მოსახლეობის რაოდენობა. მაგრამ აქ იწერია, აქ იწერია 28554, მაცხოვრე ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც ძალიან მალე დამტკიცდება საკრებულოს მიერ. 27400 რაღაცა წერია ამომრჩევლის რაოდენობა. თქვენს გინახიათ, მეც ვნახავ, გულის მუნიციპალიტეტის სამხედრო ადმინისტრაცია სხვა ციფრი უდევს, მუნიციპალიტეტს სხვა ციფრი უდევს, დოკუმენტში სხვა ციფრი შემოაქვს, ყოფს სხვა ციფრებს. ამ მათემატიკური ხოცობის გასარკვევად ვინმეს მიმართეთ, საერთოდ რა მექანიზმი არსებობს ახლა სიმართლის გარკვევის? თუ როგორც სტალინი ამბობდა, თავარია ვინ თulis არჩევნების შედეგებსო? ახლაც ასეა? საქართველოს ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტს ტიპები ყავდა თაყვანილი იმის ქართული ოცნების კოორდინატორები. და ისინი აწარმოებდნენ არსებობს ერთი ძალიან ესე ვთქვათ მარტო ეს იყოს თავი ამაში ჩადებული ეჭვებარება რომ ანაზღაურებადი იყო და ესენი მუდმივად მის ხალხს ასაქმებენ ეს ტენდენცია აქვს ჩაულებრივი არა მარტო აქ საქართველოში მაგრამ მე ვფიქრობ მარტო ეგ არდებს აქ ეგ თავი კიდე სხვა თავიც უნდა იდოს ნარჩენებს რაში დასჭირდა მოსახლეობის ესე ვთქვათ აღრიცხვა და დათვლა არ ვიცი ამაზე პასუხია გასაცემი ჩაატარეს მათი კოორდინატორების დახმარებით ქართული ოცნების კოორდინატორების დახმარებით ოფიციალური დოკუმენტებით საუბრობ ხო ჩვენ ოლქის წერილიდან დოკუმენტი მერიიდან რომელიც სხვა თუსე ადმინისტრაციულ წარმოება აქვს დაწყებული და ოფიციალურად ამას საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრი აუწევს ხელს საიტები, რომლებიც ოფიციალური საიტებია გულის ადმინისტრაცია და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია. ეს ხუთი ციფრიც კი საკმარისია, რომ აქ ცდომილებები ნახო, კიდევ ერთხელ ვიძახ, აქ სუსტი ციფრი გამორიცხულია, რომ იყოს ათეულობით ცდომილებით ციფრი ნახო, აპირობთ სხვაობა რომ იყოს 10, 20, 30, 100. უკვე აღარც ვიცი რა გითხრათ. მადლობასთან ერთად სამძიმარი გეკუთვნით რომ მას ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჯერ კიდევ ვაგზელებთ ბრძოლას. მე არ მინდა საუბარი დავამთავრო ისე რომ ყველა ლიდერს პოლიტიკური პარტიების რომლებიც დღეს წვეობაში არის მათ თავისუფლება არ უსურვო, წარმატება არ უსურვო და ძალიან მალე გათავისუფლება და თავისუფალი საქართველოს უკან დაბრუნება და ასევე ყველა იმ სინდისის პატიმას, რომელსაც პრაქტიკულად პოლიტიკას არაფერი არ აკავშირებდა, როდი დღეს გადაწყვიტეს, რომ გამოსულიყვნენ საქართველოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ და ყველას ქეცვიხლი მათ წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. დიდი მადლობა კახა. ეს იყო კახა ასკურავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე. ახლა კი გურგიდან გადავინაცვლოთ მეზობელ რეგიონში, აჭარაში. ასევე ძალიან საინტერესო და უკვე ძალიან გასახარებელი ამბით.